დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე მორწმუნეებისთვის, დღე როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. წითელ პარასკევს წმინდა მიწაზე პილიგრიმები ვია დოლოროსას გადიან, ასე ჰქვია გზას, რომელიც იესო ქრისტემ გოლგოთამდე გაიარა. ვია დოლოროსა 14 გაჩერება და ქართველი მომლოცველები. დღევანდელი დღე არის ის დღე, როცა მაცხოვარმა ის ჯვარი, რომელზეც გააკრეს, წამოიღო ამ გზით და უკან მოსდევდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მენელსაცხებლე დედები და სხვა მიმდევრები და სტიროდნენ მაცხოვარს. და მაცხოვარი მიუბრუნდა და უთხრა, ნუ მტირით მეო, არამედ თქვენი სოდები იტირეთ, ესე იგი ჩვენ სოდებზე უნდა ვიტიროთ. ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. და თუ გვექნება განცდა თვისთა სოდვათა, ასეთ შემთხვევაში შანსი გვექნება შეწყალების. თავარი მიზანი ხომ ის არის, რომ ჩვენ საუკუნო სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ და ღმერთთან ერთად ვიყოთ მარადიულად. ჩვენ ვართ მარადიული არსებები და შესაბამისად დღევანდელი დღე არის ადამიანთა განთავისუფლების ფაქტობრივად შეიძლება. დღევანდელ დღეს ადამიანთა ცოდვები, კაცობრიობის ცოდვები ჯვარზე მიამშვალა უფალმა. ის როცა ჯვარზე გაეკრა, მან ადამიანური ბუნება გამოისყიდა. დასემული ადამიანური ბუნება და ჩვენ საშუალება გვაქვს ცხონების საშუალება მოგვსა თავისი ჯვარცმით და თავისი აღდგომით და თავისი ამაღლებით. შეგეციოთ უფალი და ღმერთმა შეგვაძლებინოს ღირსეულად გავლა ამ გოლგოთის და იმ გოლგოთისაც, რაც ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს დაბადებიდან ვიდრე გარდაცვალებამდე. ემოციას ვერ დავარქმევ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ დღეს არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აწვეს ჯვარზე და სიმბოლურად ჩვენ დღეს მომლოცველები გავდივართ ამ ვიო დოლოროსას გზას და მინდა განვიცადო ის ტკივილი, რაც ტკივილი გაიცადა, რაც შეურაცხყოფა მაცხოვარმა გაიცადა ჯვარცმამდე და ზუსტად ეხლა ჩვენ ვართ ვია დოლოროსას გზაზე და ამ მსვლელობას დავამთავრებთ იმ გოლგოთაზე და იმ იმედით, რომ ხვალ წმინდა შაბათია, ცეცხლის გარდამოსვლა, აღდგომა არის და ამიტომ თქვენი ეთერით ვისარგებლებ და მინდა ქართველებს მიულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. როგორც გითხარით, 14 დღეს წითელი პარასკევია ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარს მას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახდინელ უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისა სამეუქრეო ჟამბი სრულდება, რომლის დროსაც უფლის მნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს პრესკებს წითლად ღებავენ, ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ნების კვირის პარასკევი განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. ვიცით, რომ ამ დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს ადამიანებმა. ღმერთი, რომელიც უამრავ სიკეთეს უკეთებდა, მიცვალებულებს აღადგენდა და უდიდესი სიყვარული ჰქონდა მას, იმდენად ცვალებადი ადამიანი, რომ რამოდენიმე დღეში გზობის დღიდან, როდესაც დიდებით შეიყვანეს იერუსალიმში, ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს უფალს. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ ტარდება, განსაკუთრებული სიმძიმიდან გამომდინარე, ტარდება სამეუქრეო ჟამნობები, რომელიც დილით სრულდება და შუა დღისას 2 საათზე შესრულდება გარდამოხსნის წესი და წესის ბოლოს შესრულდება დატირება გარდამოხსნის წესს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუღლე შიოს შეასრულებს. ნების კვირის შაბათის განსაკუთრებული დღეა, დილით ადრე 6 საათზე სრულდება მსახურებები წესის აგება გარდამოხსნასთან. ეს დღე არის დღე, როდესაც უფალი იესო ქრისტე ხორცით საფლავშია, მაგრამ სულით ჩავბრძანდება ჯოჯოხეთში და იქიდან ამოიყვანს მართავთა სულებს. ამავე დღეს სრულდება
უდიდესი სასწაული, რომელიც იერუსალიმში ქრისტეს საფლავთან ხდება, ფერებრივი მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა, ხოლო საღამოს 11 საათზე ველოდების სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში მოვისმენთ საღმო ეპისტოლეს და იქნება საზეიმო წირვა ღმერთმა დაალოცოს ყველა ეს ადამიანი, ვინც სიხარულით ელოდება ამ დღესასწაულს. მესამე დღეა შეფასებების თემაა ბრიუსელში მიმდინარე განხილვები იმის შესახებ, რომ ბრიუსელის 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურას ამარტივებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზბიაკ იწერს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოიყენოს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. თეორიულად კონდეს გამარტივებს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ მოგვისწრებს ვიზა ლიბერალიზაცია და ისევ და ისევ ეს ხალხის დასჯა შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხის დასჯა რომ მათ შორის მთავრობას ასანქცირებენ, მაგრამ მთავრობის ბრალია. ან მთავრობა ის გადაწყვეტილებების შედეგია, რომ რაღაც ტიპის საანქციები შემოდის, ზოგადად შეიძლება ეს პერსონალური იყოს, მაგრამ საბუჯამში საისახება ქვეყნის რეპუტაციაზე. ვიზა ლიბერალიზაციას თუ რამე დაიმუქრა, ისევ და ისევ მთავრობა უნდა თავის თავი დაადანაშაულოს, იმიტომ რომ არ თხოვდა კობახიძეს გაეჩერებინა ევროინტეგრაცია. არავინ არ თხოვდა ქართულოსნებას მიიღო ის რეპრესიული კანონები, რომელიც მიიღო. ევროკავშირი ეს არის ებაყოფლობითი დემოკრატიული ქვეყნების კავშირი, სადაც არავინ არავის აიძულებს შესვლას განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც ბევრჯერ გვაიძულებდა მისი იმპერიის ნაწილი ყოფილიყო. შესაძლოა ევროკავშირი არავის არაფერს იძულების მექანიზმი ვერ იქნება, იმიტომ რომ არავინ იგი ძალით არ გვეძახის. რეალობა კი ის არის, რომ ქართულ მოლოცვებმა ეს ქვეყანა დაამსგავსა პოსტსაბჭოთა ბანანის რესპუბლიკას, რომელშიც კანონი აღარ არსებობს და სამართალი აღარ არსებობს და ადამიანის უფლებები აღარ არსებობს. ასეთ ქვეყანას, სადაც სისტემურად აწამებენ თავის მოქალაქეებს და ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობას დემოკრატიული ქვეყნები ზოგადად ერდება. ამიტომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ეს იქნება უმძიმესი რამ. ამიტომ არ უნდა მივიდეს პროცესი აქამდე და დროზე მოვაშოროთ ხელისუფლებიდან ქართული ოცნება. და შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს ამ მიმართულებით და როგორც არ უნდა გამარტივდეს, საქართველოს არასოდეს იქნება სამართლებული საფუძვლები იმისა, რომ ქვეყანაში შეწყდეს უიზო მიმოსვლა, რაც შეეხება თუ ევროკავშირის ბიუროკრატია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული მიზეზებით თვალსით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოყენებული იქნეს უკვე რომელიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში გარედან ჩარევისათვის, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში, ეს ალბათ უკვე თავად ბიუროკრატიის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, საქართველოს ასრულებს და მომავალში შეასრულებს ყველა აღებულებას. უცხოური გრანტების შესახებ კანონის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპაშვილმა გადაცემა იმედი ლაივში უცხოური ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ისაუბრა. პირველ კანონმდებლობის თქმით აბსურდულია, როდესაც გარკვეული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოქმედებენ, პარალელურად კი ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ჩვენ 3 წელია დაახლოებით რაც უკვე ვამხელთ ამ ყველაფერს, თუ როგორ იხარჯება ეს მავნებლობისთვის, როგორ იხარჯება ეს ძალადობისთვის, როგორ იხარჯება ეს პროპაგანდისთვის, დეზინფორმაციისთვის, სიძულვილისთვის, ხელისუფლების გადაყირავებისთვის, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, როგორ იხარჯება მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების ფული საქართველოში. როგორ იხარჯება და ამერიკული ფული ამისთვის საქართველოში დაემხოთ ხელისუფლება ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. ამერიკის ხელისუფლებამ თავად ამხილა ის ქსელები, რომელიც არსებობდა მედიაში გავლენების მოსაპოვებლად, არსებობდა NGO-ებში გავლენების მოსაპოვებლად, იმისთვის რომ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე გავლენა მოეხდინა. რა ხდება ახლა? ევროკავშირის საითიყურება აპირებს თუ არა რაიმენაირად მაინც ფეხი აობას აი ამ ხილებებს და თავადაც აღიაროს რაღაცეობა. მე როდესაც ვიკითხე მათ შორის ევროკავშირის მოქმედ ელჩთან, როცა ვკითხე მას, ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებს, მაქვს დიდი ეჭვი, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ პროცესებს, რადიკალურ ჯგუფებს. რამოდენიმე ხნის შემდეგ მან მითხრა, მან მოიძია, ჩახედა, რა პროექტებია, რა ფინანსდება და დამეთანხმა მე, რომ ნამდვილად აქ ჩანს პოლიტიკური სარჩული. მე ვუთხარი, რომ კარგით, მაჩვენოთ იქნებ რა პროექტებია. მითხრა, რომ არა, არ შემიძლია. აი ამას რომ აკეთებს ელჩი ევროკავშირის, რომ მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს. ამის შემდეგ
ეს ძალად გაკურვებული სახეებს ხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების და აღშფოთებას და შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ფარსი. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორგანიზაცია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამარჯვებას ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით შეუძლებელია ელჩმა არ იცოდეს თუ ვის აფინანსებს დიპლომატიური წარმომადგენლობა. ფოტო რაც იქნება საფრანგეთის ელჩი და ის უკან ნაციონალური ნაციონალური მოძრაობის ათეულის წევრი ირაკლი ხადაგიანი, რომელიც დეპუტატი იყო ცოტა ხნის წინ, გახდა ამარჩევნების შედეგად დეპუტატი, რომელმაც არჩევნები უარყო, გადაუარა, ყველაფერს მიაგდო მანდატი. გიორგი კანდელაკი, ადამიანი, რომელიც არათუ ეხლა ხო, აი წამებელი სისტემის შემქმნელია ერთ-ერთი და იდეოლოგი. მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში. ხადაგიანს რაც შეეხება, ადამიანი აი ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ჩაეწერება და ოფიციალურად აქამდე თუ ფარული ნაცი იყო, ოფიციალურად ნაცი გახდება. ხო, გასაგებია ამ ადამიანის მორალური კომპასი რამდენად დაბალია. გონსალი საფინანსებდა და თუ გონსალი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სულელები და ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ფულს აძლევს. ახლა ხალხს ვინც ეხლა იყო ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები და ჩართულები ამ ყველაფერში, ფრანგეთის ელჩი ნაცები რო გონია დემოკრატია. ნუ აი ეს არის პრობლემა. ამ ადამიანს როგორ გავუხსნა, რომელიც საგამოძიებო კომისია უშუალოს ამ ადამიანს რომ აუხსნა წამების სისტემის შემქმნელ პარტიის წარმომადგენლებს. მათ ხელფასების გადახდას რომ ეძახს ადამიანის დემოკრატიის განვითარებას ვინმე. ნუ ახლა აქ ზედმეტი საუბარი ღირებულებითი სხვაობა ხო ჩანს ამ შემთხვევაში. შალვა პაპუაშვილმა იმედი ლაივში ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებსა და არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ მათი ოპონენტები საარჩევნო პროცესში ჩაერთვებიან, ოპოზიცია ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამარცხდება. მოულოდნელი უნდა იყოსო და ეხა ისე აქ რომ მათი ამორჩევლისას იმდან მოულოდნელი იყოს რომ მე ამორჩევის საერთოდ არ მივიდეს მათთვის ხის მისაცემა. მაჯობებს რომ არ მიიღოს აი ამათ თქმა. გულისხმობ მე ექსტრემისტულ რადიკალურ ოპოზიციას, რომც გამოვიდნენ არჩევნებში იქ რომ კიდევ ერთხელ იმ პასუხს მიიღებენ, რასაც ტრადიციულად იღებენ უკვე 13 წელია. ჩვენ ამორჩევებს ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ისე, რაც საბოლოო ჯამში არის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოც და საერთო საქმის საკეთილდღეო. ნაციონალურ მოძრაობის დაშლაზე საუბრობი, დაშლილები არიან ნაკუწებად, ფაქტობრივად, ხედავთ ახლა ფრაგმენტირებული რო არის, ეს ფრაგმენტირებული ნაკუწებით საბოლოო ჯამში ნამსხვრევების გაილევა. უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს, რომ დაჩქარებულად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას და ეს ნაბიჯი ძირს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. მიგრანტების შესახებ მიღებულ კანონზე მართლმხარება გამოხატა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. მისი განცხადებით მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ეს კანონი უნდა გაუქმდეს. საქართველოს პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონშესრულებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით 80 ხმით მიიღო. დასავლეთის კრიტიკულ შეფასებებს თბილისში ეხმაურებიან. ირაკლი ყობახიძე რატო არის თემიდა რომ შეაფასოს რომ ეს სწორი გრანტია, ეს არასწორი გრანტია, ამის შესაბამისი სტრუქტურა უნდა არსებობდეს და შესაბამისად ინსტიტუციურად უნდა იყოს გამართული. და არა ირაკლი ყობახიძის კაბინეტში ღამე არ მაწყდებოდეს ვის შემოუვიდეს ფული და ვის არა. სად იყო? ან ყობახიძე სად იყო, ან რომელიმე სხვა სად იყო მაშინ, როდესაც ჩვენი გუნდი წინა მოწვევის პარლამენტში საკითხს სვამდით, რომ რუსული კანონის ალტერნატივად სწორედ გრანტების კანონში შესულიყო ცვლილება და გამჭვირვალობა უცხო და მოდი ნახოს როგორი ფაქტები მატყუარები არიან ეს ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობებზე და როგორ ატყუებენ საზოგადოებას იმას, რასაც თვითონ უყურებს უარი ჩვენი ინიცირებას ეხლა იდეა როგორც ესე ვთქვათ სწორი აფიო ნაბიჯი. ჩვენ არ ვართ ეხლა იმ სიტუაციაში, რომ მათ რამე არგუმენტებით უპასუხოთ, მიმდინარეობდა განხილვის პროცესი, ყოველთვის ვამბობთ ჩვენ, რომ არის პრობლემა, ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება და თუ ვინმეს აქვს გამოსავალი აბატონო და შემოგთავაზეთ, მაგრამ არავის გამოსავალი არ შემოგთავაზებია, უფრო მეტიც. ყველა ესე დუმილით ელოდებოდა იმ პროცესს, სანამ დასრულდებოდა საპარლამენტო განხილვები და ეხლა თუ
თურმე აღმოაჩინეს, რომ რაღაც შეფასებებიც გააკეთეს. კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვჭირდება არც რაიმე ისეთი ხმამაღალი განცხადებები, ერთადერთი რასაც ვითხოვთ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც სწორედ ამ პრობლემას ქმნიან ჩვენი გადმოსახედიდან, არის საერთო გამოსავალი. თუ ვინმე აქვს საერთო გამოსავალი, მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან კრიტიკას, რომლებიც ამ პრობლემას არათუ აგვარებენ, არამედ თავად არიან ამ პრობლემის. რამოდენიმე დღიანი გადაუდებელი წვიმის შემდეგ მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში გამოდარებას პროგნოზირებენ. 17 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატება ანავარაუდები, როგორც მეტეოროლოგმა დოდო გვაზავამ მტერმინ მონიტორინგთან საუბარში აღნიშნა. წინა სააღმრომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდი იქნება მოსალოდნელი. დღეს უკვე ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ის ციხედის მასები, რომელიც განაპირობებდა ამ დღეების ამინდს საქართველოში, ღამით უკვე ყველგან შეწყდება ნალექი და ხვალ ისიც უკვე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდია მთელ საქართველოში მოსალოდნელი, რომელიც შენარჩუნდება 19 აპრილის ჩათვლით. ზემოიმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე არ არის გამორიცხული, რომ 18-19 აპრილს გაძლიერდეს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოიმატებს 23-დან 28 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 17-22 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები. 19-ის ღამე აივლის ყველა საინტერესო, 19-ის დღის ბოლო და 20-ის ღამე ყველა საინტერესებს. ამიტომ ვიტყვი, რომ მთელ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-ში უკვე დღის საათებში, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ზოგან აღინიშნოს მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, ხოლო 21 ცოტა არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება საქართველოში. 20 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამიტომ ბაზარში განსაკუთრებით ბევრია გამყიდველიც და მყიდველიც. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად მოსახლეობა მზადება უკვე დაიწყო. სხვა პროდუქტებთან ერთად მთავარი რაც საუფლო დღესასწაულის სუფრას დაამშვენებს პასკა, კვერცხი, მწვანილი და ენდროა, რომელიც გორელების თვით გაძვირებულია. ყველაზე მეტად რაში მიეცეთ ყველაზე ძვირია რა არის გაძვირებული? პასკა, კვერცხი, ენდრო. პასკა, კვერცხი არ ეგიდი 1 კილო 20 ეგიდი 1 კილო პასკა ეგიდი სულთი არა. ზოგანი ეფია, ზოგან ძვირია. მაგრამ ნორმალურია, მაღაზიებში სხვათა შორის 14-ია, 13-ია, 10-ია. აქ შედარებით იეფია. სააღდგომოდ. გორის ბაზრის მომხმარებლები ამბობენ, რომ გაძვირებულია ხორცს პროდუქტებიც. 1 კილოგრამის საქონლის ხორცი ბაზარში 20 ლარს აჭარბებს. ისინი ამბობენ, რომ საშუალო ფენის მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს ეკონომიურად აღნიშნავენ, რადგან ფასების მატება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტზე შესამჩნევია.
პასკა გორის ბაზრებში ლარნახევრიდან იწყება და ფასი წონისა და ფორმის მიხედვით იმატებს. კვერცხის შეძენა კი ადგილობრივ სამომხმარებლო დახლებზე 50 თეთრი დანაა შესაძლებელი. მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტების ფასები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მომხმარებლების რაოდენობა კი საგრძნობლად შემცირებული. ლარდანი წყობა და ადის სამლარამდე. კონებს გააჩნია, დიდი იქნება თუ პატარა. ქართული ენდროა? დიახ, ჩვენი ადგილი გორის რაიონის. ხალხი არის? ნაკლებად არის ხალხი. ეხლა წინათ უფრო ბევრი ხალხი იყო, ხომ ბევრ საყიდულობდნენ და ეხლა რა არის? წინა წელთან შედარებით ეხლა ეს ფასი გაზრდილია თუ არა? გაზრდილია წინა წელთან შედარებით. ეხლა ყველა მაღაზიებში შეიტანეს ენდროცა, ორთოხალიცა, ხახვიცა, ყველაფერი და იმ მაღაზიებში უფრო იყიდება ვიდრე ბაზარში. ნაკლებად არის ხალხი ფული არ აქვს. დადიანები დააფასები და გარბიან. ანუ არ ყიდულობენ? არა, ხალხთა ფული არ არის. უჯეთ საერთოდ. აი ენდრო რა ღირს ხა მაგალითად საფასიდან იწყება და სადამდე ადის? რავი გააჩენ ენდროთა, რავი დაიცა. 5 ლარი. 5 ლარიდან იწყება? არა, ლარნახევარი პატარები. და ყველაზე მაქსიმუმი სადამდე არის ფასი? არა, ეს ორნაირი გვაქვს. არის ხალხი? კი, როგორ არა. ყიდულობენ. აბა. ძალიან კარგი. ხალხი ჯერა ავით, ეხლა მოვიტანეთ და ერთი წალი გაიყიდა ჯერა. არ აქტიურობს ხალხი. 50 თეთრი ღირს კვერცხი. არა ადვილი. როგორც იყო ისია. არ გაძვირებულა? არ გაძვირებულა. აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალედ დღესასწაულს აღნიშნავს. 21 აპრილს კი მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დღეების გამო მოიმატა პროდუქტის ფასებმა და პიკიც მალე გადაივლის. ფასები კი დასტაბილურდება.